რას ნიშნავს ღმერთის სიყვარულია? ეს წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა თქვა, რომ ღმერთის სიყვარულია და ყველაზე კარგად და სწორად ალბათ მან გამოთქვა, რომ ღმერთი მართლაც სიყვარულია და ადამიანიც უნდა ემსგავსებოდეს ღმერთს. ღმერთს ყველა უყვარს. ღმერთმა ადამიანის სიკეთისთვის შექმნა, ბედნიერებისთვის შექმნა. თუმცა ადამიანმა ღმერთს არ დაუჯერა. ადამიანს დღესაც შეუძლია რომ სიკეთე ქონდეს და დღეგრძელი იყოს და საამისოდ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მცნება მოგცა. ხო არ იცით რომელი მცნებაა ეს? აი დღეგრძელი იყოს, გახარებული იყოს, დიდი ხანი იცოცხლოს, რა მცნებაა? აი უფალმა გითხრა ესე მოიქეცი და გახარებულიც იქნები და დიდი ხანიც იცოცხლებ. რა არის ხო არის? უფალი ესეთ რამეს ამბობს. აი შენგენაც ვარ. მოდი ტაში დაუკრათ. სწორია. პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა დღეგრძელი იყო და კეთილი გეყოს ქვეყანაზე. თუ ადამიანი მშობელს პატივს ცემს, მშობელს უჯერებს, ის დღეგრძელიც იქნება და გახარებულიც. პატრიარქმა იცი რა გითხრა? ჩვენმა უწმინდესმა პატრიარქმა ილია მეორემ, დილა რომ გათენდებაო, მიდითო თქვენ მშობელთანო, თავი დაალოცინეთ, უთხარი დამლოცე მამიკო, დამლოცე დედიკო, მერე აიღე მისი ხელი და ხელზე ემთხვიე და ამ დროსო ღმერთი დაგლოცავს. აი ჩვენმა უწმინდესმა პატრიარქმა ილია მეორემ ეგ გითხრა. თუ ამას გააკეთებ და არც უნდა მოგერიდოს, როგორ უნდა მოგერიდოს, წარმოიდგინე, აი ხა დედის ხელი აიღე, დედა რომელმაც შენ პატარაობიდან აქამდე გაგზარდა, მოგეფერა, გაჭამა, დაგაძინა თუ დაგბანა თუ ყველაფერი რაც საჭიროა, შეიძლება რომ მოგერიდოს, რომ იმის ხელი აიღო და ემთხვიო? შენთვის რა ძვირფასია მისი ხელი, წარმოიდგინე. და შენ როდესაც თავს დაალოცინებ და ხელზე ემთხვევი, ღმერთი დაგლოცავს ამ დროს. აი ამ ხელა რაღაცა და ღმერთი თუ დაგლოცავს, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ეცადეთ გააკეთოთ. მე ვაკეთებ ხოლმე, მივდივარ ჩემ მშობლებთან, თავს დავალოცინებ ხოლმე, ხელზე ვემთხვევი.